ეს არის მიწა, რომელიც ღმერთმა მისცა მათ. ღმერთის საფრთხო მიწაა. ღმერთისაგან მიცემული ისრაელი, როდესაც ისრაელს იცავს, ისრაელიანი, როდესაც თავის სამშობლოს იცავს, მას აქვს აი ეს მენტალური კვეთა აქ, რომ ეს არის რაღაცა ისეთი სამკვდრებელი, რომელიც ღმერთმა მომცა და იმას ვიცავ. ჩემ სამშობლოს კი არ ვიცავ მარტო, ღვთის საჩუქარს ვიცავ. ეს იყო სხვათა შორის ჩვენი ქართული ერთობის წინაპრების გააზრებაშიც, რომ ისინი იცავდნენ არა მარტო თავის ეზოს და კარს, არამედ რაღაცა საღვთისმშობლოს, რაღაცა ისეთს, რომელიც იწილხვედრა ღვთისმშობელმა და ამის განიავება, ამის დაუცველობა, ამის ბოულელობა არაფრით არ შეიძლება და ეს მისთვის არ იყო მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური აქტი, ეს მისთვის ღირებულებითი, ზნეობრივი და რელიგიური აქტი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დღესაც ხო, აი ეს იდეა უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენი სამშობლო ეს არის არა მარტო ჩემი ეზო და კარი, სადაც მე ეგოისტურად ჩავიკეტები